ისევ შეფასებების თემა ესტონეთში დანგრეული შენობების მისამართზე დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ კანონმდებლობის გვერდისავლის საქმიანობის მცდელობა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას მათი დაფინანსების წყაროებს უმალავენ. ამის მიზეზი კი მისივე თქმით უცხოური დაფინანსებებია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვს. პრემიერმა საკითხზე საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების კანონის გამკაცრების შესახებ დროული და საჭიროა. ამ ცვლილებებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ბოლომდე მოსპოს სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში, უნდა ქართული ოცნების რეჟიმის მოშორება, იმიტომ რომ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ განვითარების რაიმე ტიპის პერსპექტივაც კი, რეალურად აი ამას პობს ქართული ოცნება. ამიტომ ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი აი ამ კანონების განკაცრებით არის აი ამ სივრცის დახრჩება, იმიტომ რომ ეშინიათ განსხვავებული ანონსებენ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კეთილსინდისიერ ადამიანებს, მათ შორის აკადემიური სივრციდან, თუ ექნებათ გრანტი მიღებული, ისინი 6 წლის სწავლენ ციხეში. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან და მათ შორის ნაბიჯი იმისთვის, რომ გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. უკვე აღარაფერს აღარ ერიდებიან, ხო პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავხრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხების სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა გზებით. შესაბამისად, რა გამოხმაურებას უნდა ელოდო იმ ადამიანებისაგან, ან იმ გაერთიანებისგან, რომელიც თავად სათავეშია ამ ყველაფრის და თავად ახორციელებს იმ უმსგავსო გადაწყვეტილებებს, რაც საქართველოსთან მიმართებით თუნდაც ხდება თანხის შემოტანით და პოლიტიკაში დახარჯვით. თქონდა ეს განმარტებები პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილების სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც თავისთავად უთხოვარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამართი. ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც ბუნებრივია. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისიის განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდისავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ხო, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას.